სალამი პატრიცემულო რადიოს მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედიაკავშირ ობიექტივის გადაცემა CV პასემ თუ გინდა მშვიდობა თუ ეძებ მშვიდობას. დღევანდელ გადაცემას წავიყვანთ მე და ვიცე-პოლკოვნიკი მამია გოგოლაძე. ჩვენი გადაცემის თემა დღეს მრავალფეროვანი იქნება, მაგრამ ჩვენ შევეხებით ერთ-ერთ მთავარ საკითხს. დღეს არის 93 წელს ჩატარებული საბრძოლო მოქმედებები ტამიშის ოპერაციის სახელით, რომელიც არის ცნობილი ყველასათვის და ეს დესანტი, როდესაც გამოსვა აფხაზურმა, რუსულმა მხარემ და ყველა ეს ჩრდილოეთ კავკასიის მიერ ნაკრებმა დიდმა შენაერთმა ტამიშზე ამ დროს შეტევა იყო გუმისთაზეც, ამ დროს შეტევა იყო ლინდავაზე, სოხუმგესთან, კამანში ერთდროულად, ესე იგი, ახლა წარმოიდგინოთ უნდა რამდენი ძალა და რა ძალები იყო იქ დასაქმებული. ამაზეც ვილაპარაკებთ ჩვენ, უბრალოდ ამითაც დავიწყებთ, უნდა გავიხსენებთ იმ გმირებს, ვინც იქ დაიღუპა ძალიან ომი საერთოდ დაღუპულების გარეშე არ არსებობს. და ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ის, რომ სადაც საბრძოლო მოქმედებები ჩატარდა, სადაც ჯარისკაცი დაიღუპა, ის ყოველთვის უნდა იყოს ჩვენთვის სალოცავი ადგილი. მთელი ერისთვის, იმიტომ ის ერისთვის დაიღუპა. და ძალიან ცუდი არის, როდესაც გვესმის განსაკუთრებით იმ დღევანდელი ახალგაზრდა მე რა მოიგე თქვენ და რომელიომი გახსოვთ ოქროაშვილმა რომ ის განგაშით გამოუცხადა გორის ბრიგადას და ხაშურის ბაზას. და რომ მისდევდა მე და ღამე ვითომ კროსის გამო ჯარში არ უსახურია და რაღაც სისულელე გააკეთა ისეთი და აიო თქვენიო მოგებული ომიო და თვითონ თავი არიდა, ხო, მაშინ პარიზში იყო წასული, ვაგი ისვენებდა იქ პარიზში რაღაც ბიზნესს აკეთებდა, თელასი და წაღებული რაღაცა ფულებით და ასე შემდეგ. მე ასე ვფიქრობ და დღეს ბატონო მამია ძალიან ისეთი რთული დღეა. მე არ მიყვარს საერთოდ ორი ტამიშის დაწყებული საბრძოლო მოქმედებები, იმიტომ რომ ის დესანტი, რომელიც იყო გადმოსმული, ის დესანტი, რომელიც 4 გემი იყო, ესე იგი იყო სრედნი დესანტნი კорабль და თითო იმაში ეწეოდა ასეული და გაძლიერებული ასეული. ასეულის ტაქტიკური ჯგუფი. შემადგენლობით მაშინ ქვემეხების შედიოდა უბრალოდ ნახტყორცნების შედიოდა 82 მმ-იანი ბატალიონი და მთლიანად უზრუნველყოფილი იყვნენ იმის რომ ავტონომიურად ჩაეტარებინათ საბრძოლო მოქმედებები. ამ ორი გემი, რომელიც ესე იგი მოასრო დესანტის გადმოსვლა, მესამე გემმა ვერ მოასრო, ის დაიხია უკან და წავიდა, იმიტომ რომ ოჩამჩირის მიმართულების ჯარებმა და უბრალოდ артиლერია, მაშინ გია ვაშაკიძე ხელმძღვანელობდა ამ ოჩამჩირის მიმართულებას, მათ ცეცხლი გაუხსნეს. ცეცხლი გაუხსნეს და ამან აიძულა ისინი, რომ ეს ჩაეკატათ. ასევე ცეცხლი გაუხსნეს იმ ტამიშში გასასვლელ გზას, რადგან იქ ტამიშზე ზემოდან წვარჩელიდან და იქიდან ჩამოსული ჯარები უნდა შეხვედრონ და აფხაზეთს. ისინი ცოტა არ იყვნენ. ისინი ბევრი იყვნენ, იქ როგორც არის მონაცემები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, 6000-მდე იყო. მართალია ფრონტის დიდი ჰქონდათ, მაგრამ დაწყებული იმიდან, რა ქვია, აგუბედიიდან, ბედია აგუბედიიდან დაწყებული და დამთავრებული იმაზე კოდორზე. აი ეს ფრონტი იყო სულ, ესე იგი ოჩამჩირის მიმართულება, რომელსაც ჰქვიოდა ტყვარჩელის დაჯგუფება, რომელიც იყო მოწინააღმდეგეს იქ აფხაზური მხარად. ამიტომ მე მინდა დიდი პატივისცემით მოიხსენიო ის ადამიანები, ვინც დაიღუპა. ბევრი დაიღუპა ოჩამჩირის ბრიგადიდან, ბევრი დაიღუპა მე-11 ბრიგადიდან, გენერალმა თევზაძემ, მაშინ პოლკოვნიკი მე-11 ბრიგადის მეთაური კანტუზია მიიღო, შავნაბადას ბატალიონში დაიღუპა ბევრი, 17 კაცი მაშინ დაიღუპა, იმათაც მიიღეს ძალიან დიდი ჭრილობა დაღუპულები ერთი და მეორე მხრივ პირველი ვინც შეხვდა იმას ეს შავნაბადას ბატალიონი იყო. ასევე რთული იყო საბრძოლო მოქმედებები უკვე კოჩარასა და ზევით ასასვლელი გზა ლაბრიდან დაწყებული. აი იქიდან შემოდიოდა და შემოდიოდა ძალები და მათი ესე იგი ანუარხვა ქვია ისეთ მთას, ამ ანუარხვასთან ის ძალები, რომლებიც იქ იყო, თავზგირიძეს ჯგუფი იყო განლაგებული და სხვათა შორის ძალიან მამასურა და კარგად იბრძოლეს, იმათაც დაღუპულები ყავდათ. შემდეგ ეს ჯგუფი შეცვალა ვალერი ქვარაია, რომელიც მაშინ იყო უკვე პრეზიდენტის მრჩეველი.
და იქ ყველაფერი იმ ძალებმა გააკეთეს, რა ძალებიც იქ იყო, ვინც შეხვდა ამ დესანტის გადმოსვლა და შემდეგ რა თქმა უნდა შეგროვდა, ძალები შეგროვდა, რომელიც წამოვიდნენ უკვე გალიდანაც წამოვიდნენ, ესე თბილისიდანაც ჩამოფრინდა ძალიან ბევრი, ისინის მობილიზება მოხდა მთელი ამ დასვის, რაც იყო ესე იგი აგუბედიიდან დაწყებული, ბედიიდან აგუბედიიდან და თლან თამიშამდე დამთავრებული ამ ყველა ძალების უზრუნველყოფა გაკეთდა. პირველი საარმიო კორპუსი თამიში და რომელიც კოდორამდე იდგა, იმათი გაძლიერება მხოლოდ და მხოლოდ მოხდა артиლერიით, რომელიც ჯუმერანანიძემ, რომელმაც ესე ცეცხლი M21 გრადებით, აი ამ გრადებით დაუშინა ცეცხლი და უზრუნველყო, მაგალითად ვალერი ქვარაია იდგა იმ პოზზე, შეცვალა ცევზაძემ კონტუზია მიიღო და ვალერი ქვარაიამ გაიყვანა ისინი და პირველად ვალერი ქვარაიამ როგორც артиლერისტმა, თქვენ ვიცით რომ ის საბჭოთა ჯარის პოლკოვნიკი იყო დივიზიის სარაკეტო ჯარების და артиლერიის უფროსი. შესანიშნავი артиლერისტი, შესანიშნავი მეთაური. თვითონ წინ მიდიოდა, უკან ყავდა ის რა ქვია მეკავშირე რადიოსადგური და მართავდა ცელს და პირველმა ჩაატარა სასესლე უზრუნველყოფა, სადაც პირველი ეშელონი როდესაც მიდის და წინ რო ცეცხლიან. Огневое сопровождение наступающих войск. ეს ძალიან სული ცეცხლია. ზე პროფესიონალი უნდა იყოს რომ ეგაწარო. კი, ხო და სასეცხლე საარტილერიო პოზიციაზე იყვნენ артиლერისტები, მაგრამ უკვე დაღუპული იყო ლომთაძე. ლომთაძე ეს რა ქვია პოლკის მეთაური, артиლერისტი, არაჩვეულებრივი პიროვნება ისიც გმირი რომელმაც ესე იგი მოასრო მობრუნება ქვემეხების და იმ ტამუშის იმაში რომ იყვებოდნენ ხეობას დესანტი გადმოსული, იმად გაუხსნა ცეცხლი. მაგრამ იქ უკვე ჩაერთო ორთაბრძოლაში ჩაერთო, ჩართული ბრძოლაც იყო და ავტომატები და ის ყუმბარტყუცნი საქმეს როგორც მახსოვს მომდურ იმით. ხო, ნუ ისინი კარგად შეარაღებული იყვნენ და მომზადებულებიც იყვნენ. ამიტომ ტამიშის ბრძოლა ისტორიაში შევა, სადაც ქართული ჯარის საერთოდ აფხაზეთის ომში ყველა ბრძოლა რაც ჩატარდა, ქართულმა მხარემ, ქართულმა ჯარმა ყველგან გაიმარჯვა. მაგრამ ჩვენ წავაგეთ ომი. იმიტომ რომ თავად ბრძოლას, რომელსაც სამხედროები მართავდნენ, ძალიან ხშირად პოლიტიკოსები და ისინი ერთვებოდნენ შიგნით. აფუჭებდნენ საქმეს. კი, ამას მე გეტყვით თქვენ, მაგალითად მარტის შეტევის დროს, ახლა მარტის იმაზე აღარ არის, მაგრამ მაშინ კონსტიტუციას რომ უნდა გადასულიყავთ, არაო პოლიტიკოსებმა. შევარდნაძემ არაო. მტერი უკან ყავსო და ჯერ ისინი და მერე ესენი და ეუბნებთ, იქ არის სიტუაცია, არავინ არა გადავიდეთ არქნას. ასევე მოხდა ტამიშის ბრძოლის დროს. მაშინაც ესე იგი ჩვენ ესე იგი რო უკვე მივახციეთ მიზანს გავაჩერეთ ისინი საჭირო იყო ძალების მობილიზება და გადასვლა შეტევაზე რომელიც ჩვენ დავაყენეთ ეს სახელი საკითხი არა ჩაერთო რუსეთი კოზირევი და ისინი ჩაერთენ მაშინ მოიყვანეს ისინი და მოაწერეს ამ სამშვიდობო პირიმირია დროებით ცეცხლის შეწყვეტას და ამ შეწყვეტის დროს მოველაპარაკენ ჩვენი იარაღი ძიმე იარაღი ყველაფერი გამოგვატანინეს ჯარები რომლებიც არ იყო ადგილობრივები ისინი ყველა გამოგვაყვანინეს იქი და იგივე გავაკეთეთო იმათ მე იმათ იარაღი მიცენ დაეხმარა იმათ მე შვიდე ფსკოვის დივიზია ერთი ბატალიონი მისი სოხუმში იყო განლაგებული ეს მთელი ჯარების ისინი და მე მთელი ჩრდილოეთი კავკასია ჩრდილოეთი რომელიც იყო ჩეჩნების უფრო მეტად და ამ ჩეჩნებთან იქ იმყოფოდა ჩვენი გამსახურდია ზვიად გამსახურდია და ისინი აკეთებდნენ ყველაფერს პირადად მაქვს მოსმენილი მე როდესაც ზვიად გამსახურდია ოჩამჩირეში ამბობდა უკვე როცა გამოვდიოდი ჩვენ სექტემბერში იქიდან პირდაპირ ამბობ მე უკვე მოლაპარაკებული ვარ და იქვე დაგვეხმარებიანო და ჩვენო აი შავი ჭირი უნდა მოიშოროს საქართველოს და თბილისზე იყო ლაპარაკი მე ვარ მოწმე და ის ბიჭებიც იქ სოხუმში ოჩამჩირეში იყვნენ ისინიც რომელიც იმას უსმენდნენ ამიტომ აქ არაფერს არ ვიწყვილები არაფერი ის არ არის სამხედრო იმაში როდესაც ჩაერია ისეთი პოლიტიკა რომელიც ესე იგი დაპირისპირებული იყო ერთმანეთთან იქ ჯარი რაშვაში იყო ჯარი ომობდა ჯარი იცავდა იმათ მხარეს იყო ჩვენ გვახსოვს ხო ეს ასლან მასხადოვს მე ველაპარაკებოდი აშხან და მასხადოვი და მე ერთად ვსწავლობდით თენგიზ ოშხერელის კურსელი იყო ეს მაგრამ აკადემია ჩვენ ერთად დავამთავრეთ მაგის საარტილერიო პოლკის არაჩვეულებრივი პიროვნება იყო
Да, мы перед вами, говорит, в долгу. Нашим ვარდიკოს დროს ჩამოვიდა თბილისში იყო ჩამოსული და მე ფიქრობ, აი ასე ვფიქრობ, რომ ყველაზე შეკრული და გამარჯვებას რატო მივახციეს ჩვენ ამისთან შეიკრიბა ყველა დაპირისპირებული ძალები. ქობალია თავისი ბატალიონებით იქ ჩამოვიდა მაშინ იმ ზოლაში მიიღო მონაწილეობა. ხედრიონი გვერდ-გვერდზე იდგენ ისინი. ნუ რა თქმა უნდა სხვა დანაყოფები და ქვედანაყოფები რომლებიც შეარაღებულ ძალებში მაშინ შედიო. ყველა ერთად მოქმედებდა და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სარაკეტო ჯარების და артиლერიის სარდალი ოჩამჩირის მიმართულების ნაური ჯიქია. მისმა артиლერია, რომელიც 180 გრადუსით მოაბრუნეს და პირდაპირ ამ ტამიშის და იმის მიმართულებით ისროდნენ, მათ შეასრულეს, ნუ განუმეორებელი. რას ლაპარაკობ? განუმეორებელი, ეს საღებავი და ისინი რაც ლულაზე და ემას ჰქონდა, ქვემეხზე ის დადნა. თელი შეარაღების რას კი ჰქონდა, შემდეგ უზრუნველყოფდნენ იმას რა ქვია, გადაადგილებას. მე რატო ვიცი ეს? მე თავად მართავდი სოხუმის შტაბიდან, იმიტომ რომ იქ შევარდნაძე იყო, მე არსად არ გამიშვა იქიდან, რომ წასულიყავი იქ, იქიდან მართავდი ცეცხლს. წარმოგიდგენთ, სოხუმიდან ცეცხლს, რომელიც артиლერია, რომელიც იყო 23 ბრიგადის артиლერია, მე-11 ბრიგადის артиლერია, საარტილერიო დივიზიონზე გია ყარყარაშვილის წიგნი აქვს იმ ბიჭებზე, გმირები, დივიზიონი, რამდენი ხო 4 ქვემეხი ქონდა დივიზიონი ერთხო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ისინი სულ წინახაზე იყო, მიაგორებდნენ ქვემეხებს და ისე ასრულებდნენ საბრძოლო ამოშთანას. დაიღუპენ იქ. მათი სახელი უკვდავია, რა თქმა უნდა. მე უბრალოდ მინდა რომ საზოგადოებამ ჩვენმა არა მარტო ის ობელისკი რაღაც დააყენეს და ეს არის მათი ყველაფერი. აი ეს და მეტი არაფერი. მასე ყველა ადამიანს აქვს სასაფლაოზე თავისი ობელისკი. ეს ადამიანები ისინი არ არიან. ის მოუკვდა ყველა თავისია, ყველა ზულიტკივა, ყველა ისა, მაგრამ ყველა ასეთი ვარ. ჩვენ ყველა ვართ ასეთი, რომ ჩვენ ალბათ დრო მოვა და ყველა იქეწავა. მაგრამ ის რაც იმათმა თავისი სიცოცხლე გაწირეს, ეს არ შეიძლება აი ასე ჩვენ უყურადღებოდ დავტოვოთ. არ შეიძლება ანუარხუაზე ასული ისინი ბიჭები, რომლებიც იქ იყვნენ. ეს იყო მე-11 ბრიგადის ბიჭები. თავსგირიძე, რომელიც ხელმძღვანელობდა, იყო ბატალიონ იმის შავნაბადას ბატალიონ შტაბის უფროსი. ადამიანმა, რომელმაც იქ ყველაფერი გააკეთა, შემდეგ რომ დაიღუპენ, დაიჭრა ისინი და ისინი შეცვლა იყო საჭირო, ვინ წავიდა იქეთ? ვალერი ქვარაია თავისი რაზმით. და იქ გაამაგრა ყველაფერი, იმიტომ რომ პოზიციას დაცვა ჭირდებოდა. თავსგირიძის იმას უკვე დაცვა არ შეეძლო იქ. აი ასე მოხდა, რომ თავდადებულმა ბიჭებმა იმ გაერთიანებულმა საქართველომ ის ვიადისტებიო, ის შევარდნაძისტებიო, ის ჯაბისტებიო, კიდევ ვიღაცები აი ყველა რო შეიკრიბა და ერთი ამოცანის შესრულებისთვის გამარჯვებას მიაღწია. იგივე გააკეთა კამანის მიმართულებით, ლინდავის მიმართულებით 23 ბრიგადამ დაწყებული აჩადარას ხიდიდან დამთავრებული გრესკოს დაცამდე მთელი რკინიგზის ხიდი და მთელი ეს ბაღები, რაც შემოვიდა ჯარები, ყველა უგუგდებული იქნა. და შემდეგ რო ჩამოვიდა გრაჩოვი, ომი რო დამთავრდა. ხო, მაშინ უფროსწორა ჯერიკოვი ამთავრებული არ იყო და მაშინ თო 159 კაცი იყო დაღუპული ტამიშთან. მათი. და ვინ იყვნენ ესენი? ეს იყვნენ ლებედის მე-14 არმია, რომელიც განლაგებული იყო ტირასპოლში. და იქ სადესანტო პოლკი და იმ პოლკის მეთაური ვინ იყო? ლებედის ძმა, რომელიც დაიჭრა უკანალში ბოდიში ამ ადგილზე და შემდეგ პარლამენტის წევრიც იყო და ცალგვერდზე რომ მიჯდა. და ზიზღის მეტი საქართველოს მიმართ არაფერი არ ჰქონდა და მე-7 დივიზია, ის რა ქვია, სახაერო სადესანტო დივიზია, ფსკოვის დივიზია, რომელმაც იქ დაკარგა თითქმის 50 პირადი შემადგენლობა. მაგრამ თავისი ტექნიკით, თავისი შეიარაღებით იბრძოდნენ ჩეჩნებთან, ინგუშები არა, ისინი კაბარდინოლებთან ერთად, აფსუა ისინი ვის აფხაზობას იმას შობოდნენ, აფხაზებთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ზიზღი ჰქონდათ, იმიტომ რომ მათი აფხაზები არიანო მუსლიმები და ჩვენ მუსლიმების მხარეს ვევართო და ახლა ისინი ვინც იქ იყვნენ, ჩვენი დიდი შეცდომა იყო და ჩვენ საქართველოს წინაშე უნდა მოვიხადოთო ბოდიშიო. მე
ვფიქრობ, რომ ეს ტამიშის ბრძოლა საერთოდ ოქროს ასებით არის ჩაწერილი საქართველოს ისტორიაში და საქართველოს ისტორია არასდროს არ დაივიწყებს მან. მე მინდა დიდება უთხრა, განსაკუთრებით ისინი, ვინც აღარ არიან უკვე ეს ზაური უჩაძე, მეთაური, პაატა დათუაშვილი, корпуსის მეთაური, ვალერი ქვარაია ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. აი ასეთი მაღალი დონის, მე მაგალითად რომ გითხოთ, ყველაზე პედანტი და ყველაზე ძლიერი აკადემიის უფროსი, სამხედრო აკადემიის უფროსი, რომელიც სისტემას მოაწყობდა, ეს არის ვალერი ქვარაია. და ის რატომღაც იქ არ არის გასულ, იქ არსად არ არის, დაფნას აშენებს იმაში. დაფნა ამისი ადამიანმა, რომელმაც 14 წელი განათლებას ღებულობდა იმისაც, რომ გამხდარიყო იმხელა თანამდებობის პირი. და ის არ ჭირდება. არც ბიზინა ივანიშვილი ჭირდება, არც ჩემ მთავრობა ჭირდება, არავის არ ჭირდება, არც პარლამენტში, არავინ არა, არც მთავრობაში არავინ არა კადრის ოფიცერი. იმიტომ რომ ეს პიროვნებები გარდა იმისა, რომ ასეთი აი მე უკვე გავჩერდი და არა, მე უბრალოდ ისტორიის საკითხი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ესენი იყვნენ პიროვნებები. მე მინდა ცოტა ხნით დაუბრუნდე აი თქვენს წინაგადაცემა, სადაც მარხეს თოფურია რო იყო, იქ იყო თქვენ აი ნამდვილად თქვენს და ბატონ მარხაზიმაც სწორად დააყენეს ეს საკითხი, მაგრამ არ ვიცი, რანაირი გავრცობა ექნება ამას, რომ მიიღეს მარხეს თოფურიას როდესაც მეთაური ღებულობს ბრძანებას და ნუ ეს შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულებრივი ბრძანებაა, რომ ფაქტურად მტერს უნდა გადაცე იარაღი და რა მექანიზმია, რომ ეს არ შეასრულოს, ხო? პირდაპირ ეს ვალდებულია, რომ ეს არ გააკეთოს რა. რუსული დანაშაულებრივი ბრძანება არ სრულდება. აი ეს თქვენია ჩამოთვლილი პიროვნებები, რომელთაც პატივი მქონდა, რომ მემსახურა, იგივე ბატონი ემზარ ჭოჭუა, ვალერი არც თქვენ, არც ჯუმერანანიძე, არც ნაურჯიქი ამ დავალებას არ შეასრულებდნენ დარწმუნებული ვარ. არ შეასრულებდნენ და ბოლომდე ვაშკაცურად მტერს შეებრძოლებოდნენ. სწორედ ამიტომაც ჩვენმა ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში სტრატეგულმა მეგობრებმა ასეთ ოფიცრებს ყავლაგასული უწოდა და გაუშვა ასე რომ ვთქვათ ჯარიდან. იმიტომაც ვართ ასეთ დღეში. ესეთი ოფიცერი არის უბრალოდ აი ჩემი საუკეთესო წლები არმიას შევწირე და თავდაცვის მინისტრის საქართველოს რაღაცა დაწყევრილი თანამდებობაა. გინესის სიმაში შეიძლება შევიდეს წიგნში დაპატიმრებული მინისტრების სხვადასხვა მაქინაციებისათვის სხვადასხვა აემის გამო და აი ესეთი გენერლები რო ყოფილიყვნენ არმიაში, ესეთი რამ არ მოხდებოდა, მე დარწმუნებული ვარ. სამწუხაროდ რეალობა ესეთი არის, როგორიც არის რა. განსაკუთრებით აი თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, რომ ტამიშის ოპერაციის ერთ-ერთი აი ის იყო აი როგორ გითხრათ, აი შედეგი რატო დადგა ესეთი კარგი ჩვენთვის, მიუხედავად უდიდესი სხვეპლის აქ რომ აი ეს პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებიც და ეგრეთ წოდებული სამთავრობო რატო ყველა ჯარი იყო და ყველა საქართველოს ჯარი იყო, რომ გვერდ დადგენ და ერთად დადგნენ. ხა ჩემი აი ბავშვობის მეგობარი იყო დათო ბოლქვაზე. ნაცის შემყოფოს მისი სული და მიუხედავად აი როთი ქობოლიასადმი ჩემი პირადი დამოკიდებულებისა ეს მაინც უნდა აღნიშნო, რომ მართლაც და აი მან თავისი მომხრეები მოიყვანა და როდესაც საქართველოს უჭირდა დადგენ საქართველოს დასაცავად. აი ხლა გამოვიდა გენერალ კიკნაძის წიგნი, უშიშროების გენერლის. არაჩვეულ ალბათ ცალკე დაჭირდება. ლევონ კიკნაძის წიგნს ვლაპარაკობთ. ახლა ამ მიმოხილვას ცალკე გადაცემა ალბათ მიუძღვნათ, რომ იმდენი საჭირო როტო და ესეთი გასათვალისწინებელი საკითხია. იმიტომ რომ აი მომავალში ეს იქნეს გათვალისწინებული აუცილებლად. თუ არა იგივე განმეორდება და მდგომარეობა რომ დაძაბულია ახლა სოფლიოში აი უბრალოდ აი მართლაც და ერთი ნაპერწკალი ჭირდება აფეთქებას და ნუ რა თქმა უნდა ყველა მეცოდნე პირველ რიგში მე საქართველოს მადარდებს და საქართველოს ეს პრობლემაა. და აი ვქი პატარა მაინც მე უბრალოდ ჩემებურად ერთს დავამატებდი, განა რა გახდა ხო? საქართველოში დღესდღეობით არის გაბაიბურებული რა, აი წოდებებიც, თანამდებობებიც, ჯილდოებიც, აი სულ ყველაფერი რა. და ხო შეიძლება რომ დაწესებულიყო, აი როგორც ომის დროს იყო რომ სტალინგრადის დაცვისათვის, მოსკოვის დაცვისათვის, ტამიშის დაცვისათვის, ტამიშის ბრძოლის მონაწილეს, შინდისის ბრძოლის მონაწილეს. მე ვიცი რომლებიც აი ორდენებზე მეტად ამედრებით ამაყობდნენ ომის ვეტერანები. ხო შეიძლება რომ დაწესდეთ და ესეთი ეხლაც კიდე არიან საბედნიერო ძალიან ბევრი დარჩენილი ამ ომის და რომ დაჯილდოვდნენ ესენი უბრალოდ რა, რომ დაინახოს ვეტერანმა რომ ახსოვს ქვეყანას, ახსოვს სახელმწიფოს. კი მესმის რომ ეხლა იმხელა იმას არ დაუნიშნავენ თქვა პენსია იქნება თუ რაც იქნება, მაგრამ აი ეს მორალური კმაყოფა მაინც რო იყოს და რაღაცნაირად ვეტერანს მოფერება ჭირდება რა, მეტი არაფერი რა. ბატონომია. გივი უკურზე. ინვალიდი. ფეხის წერტიფიკატით მოაჭრეს უკვე. წევს.
ვერ დგება, ვერ დადეს, ვერაფერს იძებით, ესე იგი ის პენსია რაც აქვს, ეს არ ყოფნის მაგას. მარტო წამლებში 500 ლარზე მეც ხარჯავს და ექიმი და ისინი ისყავს მეზობლებია და ისინი პატრონებენ მას. ადამიანი უგანათლებულესი გენერალური შტაბის აკადემია დაამთავრა. უპრინციპესი. მისი გმირობა აფხაზეთის ომში გიაღარღარაშვილს უწერია. მისი გმირობა მისი სასწავლო ცენტრის მეთაური იყო. დაღუპული ყავს ერთი ოფიცერი. რატო მეტი არა და ისინი მეტი არა ისევ ლაპარაკობ მე იმის იმიტომ მე ის ყველაზე ნაკლებად ესე იგი დაზიანება მიიღო ამ ასეულ რომელიც ყველაზე მეც იჯდა იმ სანგრებში და იმაში იბრძო დისციპლინა უმაღლესი დონის დისციპლინა მომთხოვნი ყველას მართავდა ვინც წაიყვანა დედას ჩამოუყვანა ყველა დედა ვინც შვილი წაიყვანა მაგაზე ლოცულობს ეს კაცო დევს იქ არავის მაგაზე საქმე არა აქვს რითი დახმარება ჭირდება არა თემური ლორია ზურგის უფროსი. წარმოგიდგენია მინისტრის მოადგილე ზურგის უფროსი, რომელიც უზრუნველყოფას უკეთებდა იმას, რა ქვია, შტაბის უფროსი იყო მაშინ ზურგის მთელი იმას აფხაზეთის ომს. ფორმა ჩასმარდა, დახურვა, ყველაფერი ესე რას არის საჭირო იმისათვის, ეს ყველაფერი ჭურვებს ახლა სხვა განაგებდა, მაგრამ გადაადგილება მათი იყო გენერალ ლორიას საქმე. აბა მიდი ახლა საწვავი და ისინი მოამარაგე, როდესაც აქედან ჩაკეტილი არის იმის რა ქვია, ზუგდიდი ჩაკეტილი არის არ უშვებენ, ვერც გაიგებ რა უნდა, თუ პაპასკირი, მერაბ პაპასკირი, მერთა დიდხანს ასოცო ჯანმრთელად იყოს, მის მიერ წავიდო და ვიღაცა ნათესაები, მეგობრები იმას ნახავდა, ვაგონებს გამოუშვებდნენ, მანქანებს გამოუშვებდნენ და აი რა, ნუ რატო კაცო, ისინი ჩვენთან ერთად ჩართული უნდა ყოფილიყო, ან და არა, ის რომ ისინი იცავდნენ თავის პრეზიდენტს. პრეზიდენტი არაფერი არაა სამშობლოსთან მიმართებაში. არა რო აწონოს ეს წონა იყო ერთი და ის არის ერთი და წონა ხო მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ აი ერთი ადამიანი მეორე ადამიანი ოშხერელი რომელიც ვერ დადის ავადმყოფია წამლები ჭირდება ამდენი არ დავითარე დამხმარება არავისთან თემურ ლორიამ დღეს დიდი მოკითხვა გადმოგცემ შემეკითხა ვინ იქნებაო თქვენთანო და მინდა თემურისაც დიდი მოკითხვა გადავცე და ჩვენ არავის არც 4 წელია წევს ადამიანი ცალი ხელი და ისინი მასაჟები ჭირდება რაღაცა წყლის მასაჟებია და ისინი ჭირდება ადამიანი ვერ გამოინახა საქართველოში რომელიც ესე იგი მოკიდებს ხელს და რაღაცა დახმარებას გაუწევს ისე ვეტერანებმა უნდა გაუკეთოთ ალბათ ორგანიზებას რომ რაღაცა რაც შეუძლია ვეტერანთა დეპარტამენტზე ნახდათ სათქმელი ყველაფერს უკეთებენ ყველა რისი მათ შესაძლებლობა რისიცაა მე ვლაპარაკობ იმისი რომ გააგზავნო სადმე სამკურნალოდ და შეიძლება დადგეს ფეხზე იგი გია ღარღარაშვილი როდესაც დაიჭრა მაშინ ამერიკაში შეეძლოთ მისი ისინი და ამერიკელები საქართველოს მეგობრები ისინი კი არ შეუშვეს იქ არ შეუშვეს დღეს ადამიანი ნორმალური ავტო ჯორბენაზე ძალიან ბევრი დრო დაკარგა ყველაფერი არ შეძლო ვერ გააკეთა ვერ შევარდნაძე გააკეთა ვერ ზიმან და ადამიანი ამ დღეში არის და მინისტრი რომელსაც ყველაფერი თავი დადო საქართველოსთვის ხო აი მე დღევანდელი სახელმწიფოს მიდგომა ვეტერანებთან არის ბატონო მომია როგორც თქვერაპარაკობ არაფერი დანაშაულებრივი არც გამოყენებული ამას გონიათ კაცო ესეც მაგალითად აი თქვათ ვალერი ხვარაი დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა აკადემია დაამთავრა ვაკი მიიღო სრული განათლება артиლერიაში მიიღო ბიჭო დანიშნეთ ის იმაში რა ქვია ან მასწავლებლად დანიშნეთ ბოლოს და ბოლოს დიდი სიამოვნებით ის აღზრდის იმ კადრებს ასწავლეს სათქმელის ბევრის აქვს ორი შვილი ოფიცერი მათთან ერთად იბრძოდა იქ აფხაზეთში შვილები გვერდზე ყავდა და მე ვეჩხუბებოდი ბიჭო ერთი მაინც დატოვე გვარი გააგზელონ არა არ მიდიან სახში არ მიდიანო მე ვუთხარ მეუღლე რას იმაში მეუღლეს იგივეს ამბობსო სადაც მამამისი აი ასეთი ოჯახი აი ასეთ ოჯახზე ლაპარაკო ჭოჭუაზე აღარ მინდა ლაპარაკო სოფლიოში ყველა ქვეყანა ენატრებს და ასე დიდ ბოდიშით მამი აი რამდენი დრო წაგარსი დიდი მადლობა და ესე იგი ახლა ვეტერანების თემასთან შორს ვარ წავიდეთ ჩვენ ესე იგი ერთ-ერთი წინა ვიზიტის დროს დავპირდით ჩვენ მაყურებლებს რომ ესე იგი ორიოდე სიტყვა ჩვენი სამხედრო საზოგადოება ბატონი გიან აირაშვილი ასრულებს ახლა ამის მოვალეობას და ასევე პოლკოვნიკი გიან აირაშვილი და ასევე თადარიგის პოლკოვნიკები დავით ფირცხალავა და ბატონი ავთო და რეხვიაშვილი და ეს ფოტოები გვაქვს და პატარა ფირიც არის რა
როდესაც ჩვენ ისინი დავაჯილდოვეთ, რაც შეგვეძლო ამ სამხედრო საზოგადოების უმაღლესი ჯილდოთი, აი ახლა ეს ჩაგვირთეს ეს კოლორიტი ჩვენი დათო ფირცხალავა, აი უშერტი ენერგიის პატრონი, თავის შეძახილებით ყველა იმის გამამხნევებელი და ეს ვესტუმრეთ და გადავეცით ეს ჯილდო. ამით იმის თქმა მინდა რომ ეს უკვე ბატონი ავთო რეხუიაშვილი მასთან ვიყავით ისიც დავაჯილდოვეთ ამ ჯილდოთი გადავეცით და ეს ფოტომასალა იქ გადავიღეთ. ეს ბატონი გიანაირაშვილია რომელიც გადასცემს. ძალიან განათლებული პიროვნება, ძალიან წესიერი ადამიანი და ანუ ამით რის თქმა მინდა რომ ეს ვეტერანები ისევ ერთმანეთს თუ მოეფერებით და ერთმანეთს არ დავივიწყებთ და რაღაცნაირად გაუხალისებთ. შეგიძლიათ ჩამოთვალოთ რა გააკეთა სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ. მოგახსენებთ დიახ. ჩვენი ძირითადად ჩვენი საზოგადოების ნუ არასამთავრობო ვართ ეს აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვა რომ ერთი თეთრი არ დახმარება და სახელმწიფოდან ჩვენ არ მიგვიღია. ისევ ჩვენ კეთილი ხალხის დახმარებით, კეთილი ხალხის გვერდზე დგომით დაგვიფინანსეს რამდენიმე წიგნი გამოვეცით აი ქართველ გენერლებზე, ქართველ სამხედროებზე, რომლებმაც ასახელეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იბრძოდნენ და დიდება მოუტანეს მას ძირითადად ეს იყო რუსეთის იმპერია, ეს იყო საბჭოთა კავშირი, ეს იყო ირანში და თურქეთში. და აქვე მინდა რომ აი წინაკვირას შეუსრულდა 90 წელი შეუსრულდებოდა ჯორმალხაზ სალიკაშვილს და შეიძლება ითქვას რომ აი ამ მაპატიეთ რა პირდაპირ თქვა გაღორებულ პერსონებს ხელიდან გამოგლიჯეთ მათი სახლ-მუზეუმი. რა თქმა უნდა, ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი საზოგადოების შოთა უტიაშვილი კბილებით იცავს, ის ეზო უკვე ვიღაცა მაქინატორმა დაითრია ესე რომ ვთქვათ, მაგრამ თვითონ ეს სახლ-მუზეუმი რაც არის, ეს როგორც აი ბასტიონი და როგორც ციხე ისე დგას და ახლა გამგეობას მადლობა მინდა უთხრა თვითონ გურჯაანის ამის რემონტი როგორც იქნა იქ მოთავდა და ნუ ახლა ექსპონატები ნენელა შეისება როგორ დაითრია ის ტერიტორია, როდესაც ეს არის საკუთრება შალიკაშვილების, რომელსაც სახელმწიფომ დაუმტკიცა მას. კი და არა ესე ყველაფერი შეიძლება მოხდეს რა, არ ვიცი რა. სამხედრო ისა ჩვენი პირსი რაც იყო იქ როგორ მოხდა ამისის სამხედრო საზღვაო ფლოტი ბევრჯერ მithქვე და ვიტყვი რომ ერთ-ერთი მიზეზი რაც იყო რატომაც განადგურდა იყო ის რომ ეს ბაზა რაც იყო ის ვიღაცა ჩაედო ჯიბეში ვიღაცა ორმა გაქნილმა საკონსერტმა ჩაედო ჯიბეში და მე გადაყიდეს ვიღაცა უცხოელებზე ანუ კეთილსინდისიან მყიდველებად აქციეს ისინი ხო დიახ და ამისთვის განადგურეს სამხედრო საზღვაო ძალები დავჭვით ჩვენ მის გარეშე რა მაგ თემას მე დაუბრუნდებ მე ჩვენს ინჟინერებს მინდა ვთხოვო რომ ეს ფირით ჩაგვირთონ ახლა თუ შეიძლება სამხედრო ისტორიის საზოგადოების უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ნიშანი გადმოგცეთ. თქვენ ეს დაიმსახურეთ, აი თქვენი შემართებით, თქვენი მეომრული სულით, აი წლების განმავლობაში, რაც თქვენ თავდაცვის სამინისტროში მსახურობდით, ჩვენ ერთადაც გვიმსახურია და თქვენი მართლაც ამ სპორტული საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი სულ რამდენიმეა საქართველოში. და აი ეს დავსთავარია ეს ზღაპრული სამყარო შექმნით. რომ იპოვეთ აი ეს ნიჭი, რასაც მხატვრობა ქვია. თქვენი სტილი განუმეორებელია, ძალიან ვერს მოწონს ეს რა, თქვენი სულ სხვანაირად ხედავთ ისტორიულ ფიგურებს, საქართველოს გმირებს და ნება მეგოძეთ მოგილოცოთ და გისურვოთ შემდეგი წარმატებები, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მშვიდობიანი ცა, რაც ძალიან აქტუალური გახდა ამ ბოლო დროს. გილოცავთ. გილოცავთ. წარმატებები და ყველაფერი კარგი.
Რამდენი 18 თუ 19 წიგნი გაქვს გამოშვებული და კიდევ მუშაობთ ამ წიგნებზე. და აი მომავლის გეგმა რა გაქვთ? მომავალში ესე იგი ნუ ჩვენი დირექტორი ვინც არის ბატონი მამუკა გოგიტიძე, ნუ სამწუხაროდ შეჯერობით ჩვენს გვერდით არ არის. მაგრამ იმედი მაქვს რომ მალე ჩადგება და აი გამზადებული იყო წიგნი გვარდიის 30 წელი რო იყო მაშინ ეროვნულ გვარდიაზე. ნუ იქ მე სარდალი შეიცვალა რაღაცა მოხდა, ვერ მოხდა ამის დაფინანსება. ასევე ჩვენ გვაქვს წმინდა გიორგის ქართველ კავალერებზე პირველ მსოფლიო ომში, რომელიც ძალიან ბევრი ქართველი იყო. თითქმის გამზადებულია და ნუ ალბათ გამოიძებნება სპონსორი და რაღაცას მოახერხებთ. დიდი მადლობა გვინდა უთხრათ ბატონ რაფო აგაჯანიანს, რომელმაც აი მართლა გვერდში გვედგა და ამდენი ნაშრომები და ის დააფინანსა. აქვე ჩვენ გამოცემული გვაქვს წიგნები საქართველოს სხვადასხვა ეროვნების შვილებზე. სომეხ გენერლებზე და აზერბაიჯანელ გენერლებზე. რამს ხაზგასმით მინდა რომ ესე იგი საქართველოს ყოველთვის ინტერნაციონალური ქვეყანა იყო, კარგი გაგებით და აი აქ ნუ ყველა კარგი ადამიანი ძმა და მეგობარია. მიუხედავად ეროვნები იქნება თუ სხვადასხვა შეხედულებისა. ნუ ჩვენი პრობლემა რა არის რომ აი ოფისი არ გვაქვს, რომ სადაც შეიძლება რომ გაკეთდეს ეს თანამედროვეზე გაქვს ხო სომხეთი და აზერბაიჯანი თანამედროვე და აი ისტორიული ისინი თუ გაქვს ისტორიული მეფის აი მაგალითად თურქეთში ქართველები ვინ იყვნენ გენერაშიჟიგაშვილები და ისინი იგი გვაქვს ეგენიც გვაქვს რა თქმა უნდა ციგში შეტანილიც არის ასევე ისრაელში არის ძალიან ბევრი ქართული და იმაში ის კი იყო გენერალი სიდამო მანჯურის არმიის გენერალი იყო და ერთ-ერთი იმათი შტაბის ტვინი შეიძლება ითქვას, რა ძალიან დაფასებული პიროვნება დღემდე. და ესე აი მარცვალ ნამცეც ანუ ჩვენი ის რა არის რომ ვაჩვენოთ რომ ქართულში არ ჩამკვდარა მეომრული სული და რამენაირად რომ აი ეს გავაჭრებული და გაჩარჩებული ერი რაც დღეს ვართ თავის პოლიტიკოსები ანუ ოპოზიციანო იმას ერთად აღებული ესე არ არის რა სამწუხაროდ რა მე მგონი დადგება დრო როდესაც ეს ფულის კეთება გვერდზე გადაიწევს და ხმლის აღება მოგვიწევს ისევ ხელში ამისთვის მზად უნდა ვიყოთ აი ხლა აი დანაშაულებრივად იფლანგება დრო რაღაცა იმაზე რა რაღაცა ეს პოლიტმატი რა გახდა რა რომ აი ძალიან ბევრი პოლიტიკოსი კარგი დავონებოთ თავი რომ თქვა ჰუმანურები არ არის გაუშვი რა იქიდან რა რომ ეს ადამიანი ციხეში უფრო საშიშია შენთვის ვიდრე გარეთ რა ამდენს ნუ თუ ვერ ახვდებიან რა და აფანტიებენ საზოგადოებას 1000 მაპატით და სისულელეზე ყურადღებას არ იქა ის ჩამოვიდა აქ ეხლა ბიანკა ცენსორი და იმაში საი გამოდესო თუმე რა უბრალოდ რა არაცვია და შიშველი გამოვიდა და როდესაც თითოეული წამი ძვირფასია 24 საათი ეხლა უნდა მიდიოდეს სამხედრო სწავლებები ეხლა უნდა მიდიოდეს მზადება შესაძლო საომარი ვითარების წარმოებისათვის საქართველოში ხო არ შეიძლება ესეთი გულარხეი ნათყოფნა რა აი აქ ეხლა პუტინი არ აღიარებს არ მიერთებს ამ ცხინვალის რეგიონს არ აწყობს ეგ მაგასო ესეთი მიდგომა როგორ შეიძლება აწყობს არ აწყობს უკრაინაში ომის დაწყება აწყობდა არ აწყობდა მაგრამ ყველაფრის ვიზათ უნდა ვიყოთ რა და აი აქვე მინდა ეხლა ერთი პატარა ცოტა გადახვევა გავაკეთო ნუ ჩემი 20 წელი და 8 თვე მქონდა ნამსახურება 6 ჯერ ვიყავი წარდგენილი სხვადასხვა ჯილდოზე რა და ნუ რა თქმა უნდა უკვე შეურნაძის ბოლო პერიოდში კორუფციაზე იყო და 10 ერთი ყველანაირის გამიქრა ინტერესი აი რა ჯილდოზე და რაღაცაზე და აი ამ რამდენიმე დღის აი რაღაცა ძალიან დიდი სრული მქონდა რომ პოლონური ჯილდო მქონოდა რაღაცა რა რომ მეორე დღეს მისულიყავ და უარი მეთქვა და პოლონეთის საელჩოში მიმეტანა აი როდესაც აი ზელენსკის რო ჩამოართვეს ის თეთრი არწივის ორდენი რა კი მესმის რომ რაღაც პრეტენზიები ჰქონდათ პოლონელებს მაგრამ ესეთ დროს აი ამ გმირი უკრაინელი ხალხისათვის რომლებიც დამპყრობის წინამდე უთანასწორო ბრძოლაში იბრძვის და ასეთი კვანტის დადება ნაზირალობა პირდაპირ და პოლონელს ეძახდნენ ევროპის გიენას და
პოლონეთის პრეზიდენტის ეს საქციელი სუფთა გიენის საქციელია. მართალია იქ საგარეო საქმეთა მინისტრმა მისსავე დაგმოეს მისი საქციელი, მაგრამ ძალიან ცუდონად და აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინის ყველა პრეზიდენტმა, კუჩმა, იუშენკომ, პოროშენკომ მათაც ჰქონდათ ეს და სოლიდარობის მიზნით ამათაც გაუგზავნეს წაიღეს შენი ორდენები უთხრეს რა. აი ესეთი პროტესტის ესეთი რა არის ესეთ მე ვფიქრობ თავარი რა არის ასე ზერელე და ასე ადვილად ის ორდენებს რო აძლევენ პოლონელები რო აძლევდნენ იქ რუმინელებმა მისეს კიდევ ვიღაცა ბევრია ორდენები რომელიც არაფერი არ გაუკეთებია მხოლოდ იმისათვის რომ არა არის და თავისი ქვეყანა ჩაერთო იმასთან ომში როგორ გახდა პრეზიდენტი ზელენსკი ხო ჩავიდა იქ დონეცკში ლუგანსკში იმაში და ხალხს უთხრა მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენარჩუნებული იქნას რუსული ენა. თქვენ მეორე ენა იქნება, მესამე ენა იქნება. საქართველოშია შენარჩო ოსური, აფხაზური კი ბატონო როგორ არის? ბანკნოტებზეა დაწესებული. შებირდა იმ ხალხმა მისცა ეს გვინდაო, მეტი არაფერი არ გვინდაო. არს ავტონომიაზე ქონდათ ლაპარაკი, არც იმას რომ დაიცვან თავისი ენა. არ გვაქვს აღარ შეგვიძლია ჩვენ ახლა ყველა ენის და იმში რუსები ცხოვრობენ. ამას გავაკეთებო. არ გააკეთა. არ გააკეთა და ვერ არის და მე ომი რო იწყება და მე კი შეეშინდა ყველაფრის იმის, მაგრამ ხო დაიწყო ომი. დღესაც ხო ომობენ ამაზე. როდესაც სტამბოლის ხელშეკრულება იყო, იმ ხელშეკრულებაზე ხო გააგრძელა ომი და არ დაასრულა. ამ დროს უკვე ზოლი იყო გაკეთებული და მინსკის ხელშეკრულება საერთოდ ამბობდა რომ ომის იმაზე რა ქვია, არ მიომოთო. ეს მიეცით ეს უფლებები და ავტონომია გინდათ, რაც გინდათ შექმნით ამ დონეცკის ლუგანსკის იმაზე. და არაფერი არ იქნება კაცო. ოღონდ ეს რუსული მოსახლეობა იყოს დასული. არა, ეს გადადის და მაინც დაიწყეს დასავლეთის მიერ, ეს დაიწყეს ომი. მიიღო ეს ორდენები, მაგრამ ხო? ეს ყველაფერი ორდენები. აიღო დაუბრუნა იქეთ. უბრალოდ დაუბრუნა კი არა, მას მოთხოვებს. რომ დაებრუნებინა ეს ორდენები. ერთი ქვეყანას და მეორე ქვეყანას, ხო? მე ამაში ვფიქრობ, რომ რისთვის მიიღო ეს ორდენი? რისთვის? აი ეს როგორ არის? 19 წელს, როდესაც ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ქალბატონი, რომელიც აქედან შემდეგ გავიდა სადარიგში. და სალომე ზურაბიშვილმა აღმასრულებლის ორდენით რო დააჯილდოვა. რისთვის? რისთვის? აი მე არ ვიცოდი. არც ქვარაი არც არანარ დაუჯილდო. ჯარში ერთი ორდენი მასეთი არა. არავის არა. აღმაშენებლის ორდენი, აი უბრალოდ ეს არის სრული კრახი, რომ პირველი ნომრით დაჯილდოებული იყო მისი უწმინდესობა და უნიტარესობა ილია მეორე და მეორე ნომრით სააკაშვილმა დააჯილდოვა ქურდბაცასა ხაზინის ქურდი მერი გიგი უგულავა. მე კი არ ვლანძღავ, ეს არის სასამართლოს მიერ მინიჭებული სტატუსი. აი პატრიარქის და აგერ კიდე ეს არც ვიცოდი ახლა ის თუ იყო. არ იბეჭდება ეგ ისინი, ვინ რითი ჯილდოვდება და რანაირად ჯილდოვდება. სალომე ზურაბიშვილის ასევე მახსოვს ქალბატონები, ორი ნანა, ერთი ნანა მახარაძე და მეორე ნანა მალაშხია თუ არ ვცდები. ეს ნანა მახარაძე იყო 9 აპრილის 10 აპრილს სურათია გადაღებული ქალბატონი დროშით რო არის. ის და ეს კიდე აი ის არის ერთ-ერთი საპროტესტო გამოსვლის დროს წელიწად ნახევრის წინ დაახლოებით აი შლანგით რო იმაშვებია ეს ევროსაბჭოს დროში და რო იმაშვებიან იჭერენ რა. სხვათა შორის ძალიან მაგარი კადრი იყო ეგ დააჯილდოვა ღირსების მედლებით. ეს უკვე არაფერში არ წერია რომ მართლა ვინც 9 აპრილისთვის დაღუპული იყო და იმას არაფერი აი ხა აგეტირებოდა სტატია იყო ამასინათ ქალბატონ ლელა ვებხვაძეზე აი უსინათლოთა იქ რო ჩონგურზე რო ეს გმირები მართლაც ისევ ესე იგი რომ სამოწყალოთა აქვს საქმე და მეტროში და იმაში იქ უკვე იმას არაფერი საერთოდ და აი ეს კავშირი რა თქმა უნდა იმ ქალბატონს გაუმარჯოს რა თქმა უნდა იმას ღირსების მედალი რატო რისი გულისათვის და თუ ესე იგი მალაშხია დაჯილდოვდა ღირსების მედლით და საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვისთვის მაშინ ის გრიგორიადისი რო იყო და პოლიციელებს რო ის მანქანები რო გადაბუგეს და დაწვე მაშინ მაგ გორგასალის პირველი მიცვეთ მაშინ იმებს ხო მაგ ლოგიკით ესე როგორ შეიძლება რა და მართლა მე რამდენი კიდე აფხაზეთის გმირები ცხინვალისის რამდენი ვიცი რომ მართლა აი დაუჯილდოებულათა და არაფერ ჩვეულებრივად მოგზაურებულად წყნარ და მე სადაც კი ვინმეს პოულობ იქ ვეტერანების საბუთის იმაზე ვიღაცა გამორჩათ ვიღაცა სულ ყველა ვცდილობ რომ რაღაცნაირად დავეხმარო და ვეტერანთა კომიტეტი გვერდში გვიდგას არ შეიძლება არ თქვა ბატონი სოსო კოპეშავიძე ქალბატონი ცირასორდეა და კიდევ ბევრნი რა რომლებთან გულთან მიაკთ და ძალიან ბევრი მივიწყებული ადამიანს ვეტერანის სტატუსი მიცეს და ასე რომ ვთქვათ გული გაუხარეს რა ეს ვეტერანები და მათი ოჯახები
ეს ძალიან სათუთი თემაა და ძალიან როგორ შეიძლება რომ აი ეს მუზეუმი არ იყოს სამხედრო უდიდების ხას უსვავ თბილისში აუცილებლად თბილისში უნდა იყოს ის რაც იყო გააპარტახეს და მოსპეს და არავის ეგ თემა არ აინტერესებს უბრალოდ რა რავი ცოტა ხანი გავა და ნუ საერთოდ მიავიწყდება ყველას და მე უკვე თუ რატო არის ესე იგი რუსული ტე ნიდაბორია რა ქვია სამხედრო აკადემიაში რატო ჯარი არ არის პრესტიჟული რატო ნუ აი იმიტომ რომ აი ესეთი მიდგომა არის ვეტერანების მიმართ რა ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის ბატონო მამი აი თქვენ გამოვლენით გაქვთ იცით სარაკეტო ჯარებში მსახურობდით სომხეთში ჩემი მეგობრები იყვნენ თქვენი ისინი მეთაურების და ისინი მე დღეს ჯარი წარმომიდგენია ისე რომ ჯარებში უნდა იყოს ჯარის ოფიცერი უნდა იყოს პროფესიონალი თუ ის მომზადებული და პროფესიონალი არ არის ის დაღუპავს ჯარს დაიღუპება ჯარი დაიღუპება ქვეყანა ანუ ამოსანას ვერაინ ვერ შეასრულა რა ტექნიკაც გინდა შეძინე რაც გინდა უყდი და მიეცე მე ვიცნობ ჯარში ვინ რა არის მე ვერ ხედავ რომ ისინი იმ განათლებას ღებულობენ რომელიც მათ ბრძოლაში გამოადგებათ განათლებული მეთაური ყოველთვის დაიცავს თავის პირად შემოადგენლობას ამოსანასაც შეასრულებს და იმას სიცოცხლესაც ყველა შეინარჩუნებს აი ეს არის მეთაური აი თქვენ როგორ ფიქრობთ აი მე მაგალითად სულ მინდა ვლაპარაკობთ ამ თემზე რომ განათლების სისტემა ჩვენი სამხედრო აკადემიაში რომელიც არის ეს განათლების სამინისტროს სიპი რაღაცას აი ეს რა კავშირია აქვს კი როგორ არა კავშირი განათლების სიმართლე თუ ინჟინერი გამოდის მაგრამ ჩვენ ინჟინერი გვინდა გამოიყვანო 79 ინსტიტუტია საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი ჩვენ აკადემიაში ინჟინერი გვინდა ჩვენ სამხედრო ინჟინერი გვინდა და სამხედრო ინჟინერი ისეთი ინჟინერისაგან იმიდან განსხვავდება რომ ის საინჟინრო ტექნიკაა ის ყველა ნაწარმი რაც ჯარში არის იარაღი ავტომატი ქვემეხი ტანკი ტრავის ყველაფერი რაც კი არის ეს საინჟინრო ნაწარმი არის აი იმის ინჟინერი გვინდა ჩვენ და იმის ინჟინერი სამოქალაქო პირი ვერ იქნება აქ უნდა იყოს ის და ეს უნდა ვასწავლოთ მას უპირველეს ყოვლისა ეს მატერიალური მაჩას როგორც ქვია ესენი იქ არ არის აკადემიაში არაფერი ავტომატის მეტი არაფერი არ და დანარჩენი ყველაფერი თეორიული და შემდეგ არაჩვეულებრივად განათლებული კარგი ოფიცერი ყავს სასწავლო ცენტრში აღლაზა პოლკოვნიკი აღლაზა ის იქ კი მაგრამ ის არ არის რაც იქ აღლაზის ცენტრში артиллерийსი კი არ უნდა გამოდიოდეს. იქ მაგალითად თუ მივიდა артиллерийსი, მაგალითად ტანკსაწინააღმდეგო артиллерийსის, ხო? შეიძლება გახსნას მაგალითად ვთქვათ ქვემეხის ან ჰაუბიცის და იმ სხვა ტექნიკაზე გადაკეთება. ან და თუ იქ მივიდა დაინიშნა ოცეულის მეთაური იყო და დაინიშნა ბატარეის მეთაურად, რომ იქ ბატარეის მეთაურის ფუნქციები გადამზადება რო გაიაროს. ხო, ფუნქციები, სხვა ფუნქციებია, ვიდრე ოცეულის მეთაური. აბსოლუტურად სხვა. აი ეს არის იმ სასწავლო ცენტრის ფუნქცია. აქ ფუნქცია არის რომ ოფიცერი გამოიყვანოს. აი რას მეწოდით თქვენ, აი რას მირჩევდით, რას არის ესეთი არის დანაშაულებრივი გულგრილობა რა. აი ზუსტად ეს შეიძლება დავარქვათ სამხედრო სწავლებისადმი მიდგომას. რაც ახლა დღესდღეობით არის. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ მიუხედავად თქვათ ლამაზი პარადებისა, იქ შოუებისა, ღმერთმა აქ სხვა კომი დაიწყოს რა, ეს ფაქტურად ვერ შეასრულებს ფუნქციას რა. სამწუხაროდ ვერ შეასრულებს ფუნქციას, ვერც ჯარი და ვერც კიდევ ბევრი სხვა ორგანო. შეუძლებელია ჯერ ერთი რომ უნდა ისწავლონ, მე გამოცდილება უნდა ქონდეთ. გამოცდილება სადღაც მიიღონ ყოველდღიურ ცხოვრებაში და სწავლებებში. როდის იყო ბოლო სწავლება ბატონო ჯიმი ჟარძემ რო ჩაატარა ორფოლოში იმის მერე არ ჩატარებულა 2007 წელი იყო რა თუ არ ვცდები აქ ახლა ამასინათ ახლა სწავლებები ჩატარდებოდა და ასეულის დონეზე და ისიც რა რომ დაჭრილების ევაკუირება რაღაც ლეგენდა ეს თემა ეს არის ეს ხო უბრალოდ ახლა ვისაც ელემენტარულად სუმცირე ახლა თქვენი და თქვენ რო ჩავგენელების დონის არა ვარ მე სამხედრო ინჟინერი ვიყავი ვიცე-პოლკოვნიკი და მაგრამ რაღაცა ელემენტარული საბჭოთა ისის გამოვლილი მაქვს და ხედავ რომ ნუ კატასტროფისკენ მივდივართ უბრალოდ რა კატასტროფისკენ მივდივართ და ვიღაცები ძალიან არხეინათ არიან და ეგონებათ რომ აი ეს რაც ხიფათი ეგ ვერც აგვივლის და მათ არ შეეხებათ ყველა შეეხება აბსოლუტურად რა ყველა შეეხება ჯერ კიდევ არის დრო რომ ეხლა იმ დღეს ვიღაც დეპუტატი აჩვენეს ესა და 47000-იანი საათი ეკეთა ხელზე კი ბატონო ეხლა თუ ბიზნესიდან მოვიდა და მაგრამ დეპუტატი რო ხარ შენ პოლიტიკური ფიგურა ხარ და უბრალოდ მე ეს ხმათ ვარ დავწუნებული რომ სამშობლოზე და ხალხზე უკეთესად ცხოვრების უფლება არ გაქვს.
თუ გინდა ეს ფუფუნება, წადი და დარჩი ბიზნესში, ხო და ნუ რაღაც დაბოდიალობ მაშინ პარლამენტში და სხვის ადგილს იკავებ და ნუ არაფერს ხალხისთვის ისეთ კანონებს არ ღებულობ, რომ ხალხს წაადგეს, უბრალოდ ხალხს რო წაადგეს. და ეხლა ეს ბოლო ეხლა იმაში ნამდვილად რა არავის დაჭერა და ის არ გამიხარდება, მაგრამ რო დაერიან ამ კორუმპირებულებს და ქვეყნის დამაქცევრებს, მარტო მივესალმები. ამ ნარკოტიკების გამო ესენი ხალხის მტრები არიან სულთან. ვინც არ უნდა იყოს, ის უნდა დაისაჯოს აბსოლუტურად რა. კანონის წინაშე ყველა მართალია. იგივე აი დაწყებული, აი გზებზე მოძრაობის წესების დაცვიდან დამთავრებული, აი ამ ბიუჯეტში ხელის ფათურების ხელები უნდა დააჭრა იმას, ვინც აი საბავშვო ბაღებს რო აშენებენ და ბავშვები რო იმაზე დატოვეს. და არაფერი ახლა ის ვიღაცა აითესა უცხოეთში არის წასული და ეს ამ ფულს ირგებს, მაგრამ ღმერთი შეარგებს მაგას მაგ ფულს. აგერ კიდე ფარმაცევტული მაფია რაშვება, სამედიცინო ამას უნდა მიეხედოს ყველაფერი. თუ ახლა ქართულ ოცნებაში ხო კიდევ არის დარჩენილი საღათმოაზროვნე პიროვნებები. თუ ეს პიროვნებები შეძლებენ და თვითწმენდას ჩაატარებენ, თუ არა და ჩამოიშლება ეს ყველაფერი რა სამწუხაროდ. ძალიან აი ცუდისკენ მივდივართ რა. ძალიან ცუდისკენ მივიდი. მესმის რომ ძალიან რთულია. ამასინათ პეტრე მამრაძე იყო მიწვეული ერთი არ მახსოვს ვისთან. ეს ბრძოლა უნდა მოხდესო ნელ-ნელა ეტაპობრივათო. ყველას ერთადო ვერ დაარტყაო. აი ესეთი ლეოლუკა ორლანდო იყო ლეგენდარული პალერმოს მერი. სხვათა შორის დამეგობრებული იყო აქ თბილისშიც არის ეს ნამყოფი, ძალიან არაჩვეულებას შეხვდნენ. აი ის რო არის ვაფეხა ის კომისარი კატანი და ის ეგეც მაღაზე არის ეს გაკეთებული და იმან ესეთი რაღაცა თქვა რომ ჩვენ მაფიასთან ბრძოლა რო დავიწყეთო ეს ერთ დღეში არ მოხდარო ეს მეცნიერულ დონეზე ეტაპობრივათო და ისე გავაკეთეთო და თავიდან დავიწყეთ აი ესეთი პირდაპირ სკოლებში რო არ იაროთ მაფიოზების მიერ აშენებულ ეკლესიებში. ხა ღმერთმა პატია ხა ყველანაირ ეკლესიაში უნდა ვიაროთ, მაგრამ აი საქართველოში რო დავუშვათ ესეთ რაღაც აი რო ესეთ მოწოდება რო თქვათ, არ იაროთ მაფიოზების მიერ აშენებულ თქვათ სუპერმარკეტებში ან სავაჭრო ცენტრებში, არ იაროთ მაფიოზების გაკეთებულ კრიმინალურ ბაზრობებზე ან რაღაცა იმაში. ხო დადგა საქართველოს ეკონომიკა რა. სულ მაგათ ხელშია ყველაფერი რა. ბანდიტების ჩვეულებრივის და მაგრამ ის ბანდიტი ხო ბევრი თქვათ აი კრიმინალი ხო აფხაზეთის ომის დროს თუ იყო კრიმინალური, მაგრამ ფორმა ჩაიცვა და ვაშკაცურად და იომა ქვეყნის დასაცავად. ამებმაც ესეთი რაღაცა უბრალოდ ცოტა აზრზე უნდა მოვიდნენ და უნდა მოეშვან ამ ქვეყნის დანგრევას და სახელმწიფოების განადგურებას. კიდევ იმართო ჯერ კიდე არის გადარჩენის საშუალება და რა ვიცი ნახოთ უნდა გამოიმეტონ რაღაცა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე. იგივე სწავლება იქნება ეს თუ წვნები თუ აღჭურვა და არა ხალხის თვალში ნაცრის შეყრაზე. აი თქვენ საკანონმდებლო ორგანოზე ილაპარაკეთ და საკანონმდებლო ორგანოზე 60 ადამიანია მილიონი. არავითარ შემთხვევაში ის მილიონერი თუ რაღაცას აკეთებს, აი იმ საქმეში იყოს დაკავებული და რა უნდა პარლამენტში. არაფერი საქმეა იქ აბსოლუტურად. საფრანგეთის პარლამენტი, ხო? თუ შენ მილიონერი ხარ, შენ პარლამენტის წევრი ვერ გახდები. კანონია მიღებული 100,000 რამდენი არ ვიცი, მაგრამ აი ასეთი კანონია მიღებული. წარმოგიდგენიათ დეტროიტის, ვინც ააშენა მილიონერი დამავიწყდა მილიარდერი. იმისათვის რომ უფრო მეტი მოგება მოენახა მას, ენახა. ეს ქარხანა გადაი 2,200,000 იყო მოსახლეობა დეტროიტის. გადაიტანეს ეს ქარხანა ჩინეთში. იქ მუშები სამუშაო ადგილი არ იყო, არაფერი არ იყო, დღეს დეტროიტში ცხოვრობს 600,000 კაცი. ჩინეთში გადატანილმა იქ გამოუშვეს, ჩინეთის ბაზარი უფრო დიდი არის, უფრო კარგად აიწვისეს, უფრო კარგად დაამუშავეს, გააკეთეს და ის ვინც გაყიდა, ის იქიდან აიღო ფული. მას ეს არ ინახულება არაფერზე. ის როგორც კარგად ცხოვრობს და წევიდა და ცხოვრობს მექსიკაში, სადღაც სხვაგან წავიდა ცხოვრობს. კი ბატონო, მაგრამ ხო დაანგრია ქვეყანაში, აი ეს მოშაკლასი და ისინი. წარმოიდგინე 2,200,000-დან გახდა 600,000. პეტროიდი მანქანათმშენებლობის გული იყო ამერიკის. იქ იყო მთელი ტექნიკა, მთელი რაღაცა და ეხლა არის მიტოვებული გეგონებათ. 300-400 დოლარი ღირდა ერთ პერიოდში ბინები იქ რა, იმდენი. საქართველოში ხო იგივეა. საქართველოში აი მილიონერები გახდნენ და ხალხი აქედან მიდის. შენ თუ მილიონერი ხარ და სადაც გახდე მილიონერი დაასაქმე ეს ხალხი. ესე იგი შენი ბიზნესი მორგებულია მარტო შენ პირად გამდიდრებაზე. მეტი არაფერზე, გაპარტახებაზე, ქვეყნის ეკონომიკის და განადგურებაზე და იმის რა ქვია, წარმოების განადგურებაზე. კახაკალაძე გამოდის, აი ჩვენი ეკონომიკა მშენებლობა. მშენებლობა არ არის ეკონომიკა.
არ არის. ეგ არის ფაქტიურად ბიზნესი არის, ბიზნესია, მიდრები. ფულის გათეთრება და აბა ერთი ვნახოთ, ეგ ეკონო ვინ არის დასაქმებული, ინდოელები და ისინი ჩამოყოთ, რომელსაც მართლობა შენებლობა თვითონ თუ ის ადამიანს აძლევს ბინას იაფად და ის არის ადამიანებისთვის ქმნის პირობებს რომ მან იყიდოს, კი, მაგრამ ის ხო ვერ ყიდულობს ამას. ვერა. და ის რასაც ისინი აკეთებენ, ის სხვა ქვეყნის ისინი, ახლა არაბები ჩამოვლენ და იყიდიან იმაში, რა ქვია, ბათუმში ყველა, ჩვენი იქნება, არაფერი არ იქნება. არასოდეს. დაისალა მთელი საქართველო აქედან. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ბატონო, ძალიან საინტერესო გადაცემაც იყო, ძალიან საინტერესო სტუმრების იყო ჩვენი ვეტერანები, რომლებიც ვიყურებენ და რომელსაც დიდი მოკითხვა გადმოგცემენ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის ჩვენს მაყურებელს, კარგად ბრძანდებოდეთ.